მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღებას. ნახეთ რა ხედებია. გილოცავთ ნათლისღებას, მოვედით ესე იგი არწივის ხეობაში, ოფიციალურად არწივის ხეობა ქვია, მე უძახე ხა არწივის კანიონს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ესე იგი ეს გახავთ ბუნების ძეგლი, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს ბეტონი აქ რო არის დაგებული და იქ რაც არის გაკეთებული, მან ჩემი დამსახურება, იმიტომ რომ 2013 წელს ვიდეოები გადავიღე ჩვენა კლიპი და მე მთელი ექსკურსიები მქონდა და გაპიარდა და ესე იგი 2013-14 წლებში დავდიოდი, ხა 15-ში თუ ვიყავი, მე მგონი 15-შიც ვიყავი. იმის მოგეთ 10 წელი არ ყოფილვარ რა. აი მახსოვს მარტო აი ეს მახსოვს, მარტო ეს იყო, აი ეს ქოხივით რაღაცა იყო და ხა რეინჯერების კონტექტები და რაღაცები დაემატა და გადავიღებ ქვედა მხარესაც გადავიღებ ზედა მხარესაც და მე მგონი ჩასახე ყველა ვარიანტში იქნება რკინის მოაჯირი და ეს ჩასასვლელი რა. ეს აშკარად საპარკინგი ადგილია, მოწესრიგებულია, არწივის ხეობის მარშრუტი მითითებულია. ეს გახავთ დედოფლის წყაროში, არწივის ხეობა რო ჩაწეროთ Google-ში, მოხვალთ ძალიან მარტივად კარგად მოდის გზა რა. ბეტონის გზა მოდის და დავათვალიერებთ ახლა. ჩავალთ, ქვევით ხო და იქ მოაჯირიანი რკინის კიბეები უნდა გაეკეთებინათ წესით და იქნება სავარაუდოდ და იმასაც ვნახავთ და ქვედა ხეობა და იმიტომ რომ ხა ზაფხულზე მაინც გველების და გიურზების გვეშინია და ძალიან კარგი სეზონია ახლა და თან ძალიან მაგარი ამინდი დაგვემთხვა, იმიტომ რომ ახლა იქიდან კავკასიონი გამოჩნდება, იქ ზევიდან და მაგარი ხედები იქნება. აქ ბინადრობენ ორბები, ორბი ხო, ორბის სწორებაბო. თუ სწორად მახსოვს, ფრთები, გაშლილი ფრთების სიგრძე არის 2 მეტრა ნახევარი. აი ესეთი მაგარი ამინდი დაგხვდა. ესე იგი მოწესრიგდა ესე იგი საფეხმავლო ბილიკი. ეს ბეტონის გზა და ეს არაფერი არ იყო აქ. აქ იყო მარტო აი ეს რა, ესეთ რაღაც შენობა ნაგებობა. საპარკინგი ადგილი დაემატა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება ეს ბუნების ძეგლი, არწივის ხეობა. რაღაც რომელიღაცა კლდეს ამსგავსებენ არწივის ფორმასო და იმიტომ ქვიაო და აი მარშრუტი რო შევხედოთ. ესე იგი ეს არის არწივის ხეობის ბუნების ძეგლი, აქ ხორნაბუჯის ციხეა. 2013-2014 წლებში ვაკეთებდი ბევრ ექსკურსიას აქ. მწვანე ტბაო. სინამდვილეში ამას მწვანე ტბა არ ქვია, ამას ქვია კოღოთის ტბა. ეს ხედები ვიცი, უცნობი საყდარი ეს არ ვიცი, ხორნაბუჯის სვეტი ვიცი და ციხესიმაგრეც ხო. მაგარი ადგილია ძალიან. ან ადამიანები, აი ეხლა შეხედეთ, არანაირი ფილტრი არ მიდევს რა. ნახეთ რაცა არის. სუფთა ჰაერი. გუშინ ძალიან ხარი იყო და ხა დღეს კაი ამინდია. კემპინგი არწივის ხეობა. ნახეთ რა ბუნებაა და რაცა არის. რა ამინდი ესე იგი გეგონება ფილტრი დაადო ადამიანმა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვარი. ხო, ნაგვის დაყრა არ შეიძლება. ნაგვის დაყრა არ შეიძლება, არასწორ ადგილზე ცეცხლის დანთება არ შეიძლება. ხო, აქ ეხა არაფერი არ არის ესეთი, რომ ხანძარი გაუჩნდეს, მაგრამ მაინც ეხა მაშინ ადრე რო ვიყავით. იმ სოფლებიდან ჩამოედინებოდა მდინარეს მოქონდა ნაგავი და იმედია ცოტა გამოასწორეს იქ სიტუაცია, იმიტომ რომ პარკებით და ნაგვით იყო სავსე მდინარე რა იქ ხეობაში. ახლა გადავიღებ ცოტა ხანში კიდე იქით. მე დავამონტაჟებ, აი ეს ხედი არ უნდა გამოვტოვოთ. ყველაზე ეფექტური ხედი ეს გახავთ. მედია ჩასასვლელი კიბე იქნება. თორე ადრე ძალიან მწვალობდით და ახეთ რა ხედია ბიჭოს იმასე. თოკი გაუკეთებიათ, მაინც კაია. თუ კიბე გამოუჭრიათ, მშვენიერია. აქ ძალიან მწვალობდით და კიბე გამოუჭრიათ, ძალიან კაია. ბუნებასთან შერწყმულია. რკინის იმას მართაჯობია. ბუნებასთან შერწყმულია, ესე ვთქვათ. ნახეთ რა ხედია ხალხმა. ძალიან ამაზია. დავიშოთ ახლა.
ჯიბეში ბოთლი მიდევს წყლის და გამოფერილი მაქვს. გეგონება. ხო, ისა არ იყო ეს გამოჭრილი და ცოცავდით. არა, გამოჭრილი არ იყო, აი ესე მოვდიოდით ცოცვა-ცოცვით და წვალობდით ხოლმე მაგაცაი მერე გოგოები მიხმარება უნდათ და ახლა ყველა ჩავა დამოუკიდებლად. კაი მოუფიქრებიათ. აი, ხარი კიბეები, აი იყო ყველაზე ცუდი ადგილი და აი ხა ემიგრაციაში ვინც ხართ, ვისაც არ გაქვთ საშუალება მოგზაურობის, ამიტომ ვიღებ ვიდეოებს, რომ ისი ამოვნოთ რა შორიდან რაც შეიძლება. კიბეები მე ვერ გავეტევი. ენცა იმ პენსიონერივით ჩამოვედი. აი ესეთი დიდი ლოდებია ჩამოცვენილი. აი ესეთი ხედები გახლავთ. ნახეთ რა ალამაზია. ცოტა აქეთ ჩასაძრომია. ბატონო. აი აქ იყო ყველაზე რთული მონაკვეთი და ძალიან მიხარია რომ ეს რკინის კიბეები გააკეთეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ბრავო. იმიტომ რომ ეს აი ამის პიარი ჩემოფლზეა გავლილი. აი აქ ცოცავდით და თავპირს ვიხოკავდით, აქ რო ჩავდიოდით. ხო თითქოს მოკლე მონაკვეთია, მაგრამ ანუ რო დაგორდეთ ცოტა იტკენ რაღაცას რა. ძალიან კარგი მარშრუტია ერთდღიანისთვის. Даже აი ოჯახიც რო წამოიყვანო ბავშვებთან ერთად, აი გასასეირნებელი ძალიან მოკლე მარშრუტია და მრავალფეროვნებაც აქვს რა. ჩამოვედი. მუხლებმა ჭრიალი დაიწყო უკვე, ხუმრობ რა თქმა უნდა. მაგრამ აქ ხა ჩანჩქერი. ნახოთ აბა ხა. როგორ არის? ხო, შედარებით ცოტა სისუფთავე არის. შედარებით. თორე მაინც მოყვება მდინარეს, მაგრამ აბა ხა ქვევითაც ვნახოთ. გაგვიმართლა რომ ძალიან ქარი არ არის. ესე იგი დაკარგული ცივილიზაციების ზებნაში აღმოჩნდით არწივის ხეობაში. აი ეს ახალი გაკეთებული ხიდებია, ძალიან მომეწონა, ადრეს არ იყო. აი ჩასასვლელი კიბეები, ეს უსაფრთხოებისთვის არის ძალიან აუცილებელი. ნუ ადრე იყო კატასტროფული მდგომარეობა, ეხლა შედარება არ არის. იმის 10%-ია დარჩენილი, ესე შეიძლება ითქვას. მაგრამ ეშველება, ნელ-ნელა ყველაფერს ეშველება. შედიხარ უზარმაზარ კანიონში, ეხლა მოიცა დავაპაუზოთ, თორე ჩავარდები. აი, კაი საბანაო ძმაო ეს არის. ხავსზე არ აგისრიალდეს ფეხი. აი ესეთ ადგილებზე ვგიჟდები რა. ზაფხულზე ჩატვები დაიბა. არა. აქ ერთი 10 ტომარა ნაგავს ააგროვებდა კაცი. არ ვიცოდი. კი არ გავხსენებია, თორე წამოვიღებდი. ტობრებს მართლა წამოვიღებდი ახლა. შემდეგზე როცა წამოვალ აუცილებლად წამოვიღებ. როდის წამოვალ კაცმა არ იცის. ახლა ეს ბოთლები არ უხდება, ნახეთ რა ბუნებაა. ანუ ეს ხეობა ჩადის ქვევით, ხეობა არ არის, ეს არის კანიონი. ხეობა რატო დაარქვეს არ ვიცი მე. კანიონია, იმენა კანიონი, აი. ორი კედელი, ხეობა არის მთებს შორის სივრცე. აი ორ მთას შორის როდესაც არის სივრცე. აი ეს პენსიონერები თუნდაც ჩახვიდე აი აქ.
აუ რა ხედია, ესე იგი მე ახლა ამ ხედს იმიტომ ხედავ ესე კარგად, ახლა ვხვდები მე რომ ანუ მე ვარ მოსული ზამთარში. ზამთარში არ ვარ, მე მგონი ნამყოფი. თუ სწორად მახსოვს, არ მახსოვს ახლა ზუსტად. მაგრამ ესე იგი ზამთარში ანუ უფრო მეტი დაშორების მანძილი ჩანს, ფოთლები რადგან არ უშლის ხელს რა. მაინც ასე თუ ისე ფოთლები ხო არის ახლა ნახევარი კი გამხარია ხევი, მაგრამ შემოდგომაზე და რა ვიცი გაზაფხულზე ფოთლები მაინც ასე თუ ისე რაღაც სიმწვანე არის და ეს ხედი იყო ჩამოფარებული შედარებით. ნუ ძალიან არა. მაგრამ ძალიან მაგარი ადგილია. აი ეს აი ამ ბილიკმა და აი ამ ჩასასვლელმა საერთოდ ძალიან გაალამაზა რა. აი აქ შეიძლება ტურისტის წამოყვანა ნამდვილად. ძალიან მაგარია ხალხმა. просто ფრთხილად უნდა ჩასვლა. აი მაინც აი ეს უნდა შუაგული უნდა დააბიჯოთ, შუაგული ესე თუ დააბიჯებ, აგისტრიალდება და ჩავარდები. ანუ ასე იმტრება ძალიან ბევრია. ცოდნა უნდა, თითქოს ხო ელემენტარულია, მაგრამ ცოდნა უნდა რა. მე უკვე GoPro მჭირდება. ასე ხელში ტელეფონით აღარ გამოვა ასეთ ადგილებში ზრომიალი. მე დავითრევ GoPro-ს, აი დავიმაგრებ ბუნკერზე და ძალიანად ხეთს უწყვეტი კადრით ესე ვთქვათ გადავიღებ ხოლმე, მე დავამონტაჟებ და ასე შემდგომ. მაგრამ ამ ბოლო მოდელებს smartphone-ების ამ ბოლო მოდელებს პლუს ის აქ რომ სტაბილიზაცია შედარებით უკეთესია, ნახეთ რა სილამაზეა და ეს ბოთლები რა. მაინც ძალიან ლამაზია, ნახეთ ხა. რა სილამაზეა. აი ესეთ პატარა ვიწრო მონაკვეთში ვინმე თუ წამოხვალთ, ტომარა წამოიღეთ რა. აი სამშენებლო ტომრები წამოიღეთ ნაგვის გადასაყრად. მართლა დამავიწყდა, თორე ეხლა რომ გქონდეს ძალიან დიდი სიამოვნებით. აი ხა რაღაცა ბოტასი გდია ამებს წავიღებდი. შემდეგზე რო წამოვალ, როცა წამოვალ აუცილებლად. აი ვინმე წამოსაყვანი თუ იქნება ტურისტები ან რაღაც წამოვიღებ ერთი 10 ცალ ტომარას რა. ძალიან მიტყდება ეხლა ეს რო ყრია. ნახეთ რა სილამაზეა. ჰოპ ჰოპ ჰოპ. ამაზე მეტი რელაქსაცია რა გინდა. რა კაია. ვაღი არაფერს მწვადაობასაც კი ჯობია რა. წამოწე კი დაიძინე. ესე დინარის ესე ჩხრიალში თუ გიძინიათ როდესმე ასეთი მანგლისში გვეძინა, იქ ალგეთი რო ჩამოდის პირდაპირ კლდის პირზე ესე ჩხრიალით მოდიოდა დინარი და ერთი ღამე იქ სტუდენტები რო ვიყავით, მაშინ გავატარეთ ერთი ღამე იქ და ეხლა აქედან გადასახედია, ბილიკი იქით მიდის. აი შეხედეთ. აუ რა სილამაზეა, არა ძმაო. ეს ყოფილა რაც ყოფილა. აი ნაგავი მაინც გროვდება. იქ რაღაც პლასმასები ყრია. ნუ ზოგი ხელა ნივთი და ობიექტია რომ ტომარაშიც არ ჩაეტევა, მაგრამ ძალიან ლამაზია. ესე იგი მოუხდა ეს ხიდები, იმიტომ რომ ფეხის დასველება აღარ გიწევს რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხება რამდენიმე პატარა ჩანჩქერის კასკადია და ქვევით უკვე თავდება ბილიკი წესით, რავი, თუ რამე არ დაამატეს, არ ვიცი. მე ხელა კიბეებს არ მგონია რომ დაემატებინათ. ანუ სიტყვები არ ყოფნის რა სილამაზეა. ეხლა საერთოდ კიდე სხვა თვალით უყურებ. ძალიან მოუხდა ეს ბილიკები და მორები და მთელი თემები. არ ვიცი, აი ძალიან მაგარი ლამაზია ხალხობა. შეხედეთ ხალხ. კაცი შვილი აქ არ დადის. უცხოელები დადიან ხოლმე ძირითადად ხშირად რა. ესეც აქ თითოეულა კაცი. რეინჯერი შემოსასვლელში რეინჯერის საყარაულოა და ძალიან კარგია. რეინჯერი დგას იქ. ყურადღება ექცევა. რა სილამაზეა, არ მაგარი ლამაზი ადგილია.
ფოტოსესიებისთვის, აი გოგოებისთვის და რაღაცა. ძალიან მაგარია. გაზაფხუზე რო ცოტა ფოთოლი გამოვა. Вообще სუპერი. აი ეს მარადმწვანე ხო მუქი მწვანე არის და მე ღია მწვანე რო დაემატება. კონტრასტი იქნება ძალიან მაგარი. აი გოგოებო, ფოტოსესიისთვის ლოკაციებს როცა ეძებთ ხოლმე. აი ძმაო. ოსტა თითო პარკინა გავი ყველამ წაიყოლეთ. და ძალიან ფრთხილად იარეთ აქ. ის რო არის გასაშლელი სალაშქროს კამები რო არის, ხო იცი? საკემპინგე. წამოიღე. რაღაცა სოსისი ესა. ჯაჭვებით არის ჩამაგერებული, მოიცა? პიკნიკის რაღაცეები რა. ატრიბუტია, გააკეთე ბურგერები. ცეცხლზანთება აქ არ შეიძლება. გამზადებულად რა. დაჯექი მიირთვი. დატკბი. დინარის ხმაურით. ამაზე მეტი მედიტაცია და რელაქსი რა გინდა. ესე რო ჭრიან ახლა გამხმარ წაქცეულ ხეებს. გარემ ბილიქსაც აკეთებენ და კარგია. ჯაჭვებით არის ჩამაგერებული. ნაკლებად გიტალახიანდება ფეხები მერე. აუ, აქ რა დაღმართია. ცადე წამით რა წავიქცე. ახეთ რა ბუნება. ვაუ მართლა. გეგონება ისე ვარ? გეგონება პირველად ვარ რა. აი ბუდე. ბევრი საინტერესო ფრინველი ბინადრობს აქ. შეხედეთ ახლა ადამიანი როცა დგას უკვე სივრცის აღქმა უკვე სხვანაირად შეიძლება ნახეთ რა სილამაზეა. ზევითაც სასასვლელი ვარ. ნუ ვითომ არაფერი, მაგრამ სასიარულო კი გამოდის ზევით ქვევით. არა ეს ბილიკები მოუხდა რა. ამის გარეშე ტყლაპუში დავდიოდით რა, რასაც თქვი. მაგარია. გინა მარჯვნივ წადი მე ხიძე გადადი გინა ესე წამოხვალ ასეთ ფიცრულ ბილიკებს იყენებენ ხოლმე ველო ბილიკებისთვის ტყეებში და ლამაზია ძალიან ეხა დავუყავ მე. დავიღო და TikTok-ისთვის გადავიღებ ვიდეოს. ნახეთ რა ადგილია, აი საფოტოსესიოდ არის სიგიჟე რა. პროსტა სიგიჟე ხალხო, ნახეთ. თან ნიავი უბერავს ეს ხავსის და წყლის სუნით, აუ მაგარია. აი რეალობაში არის ძალიან მაგარი. მოკლედ ისეთი ეფექტი მოახდინა. ეხა სხვა თვალით შევხედე კიდე და ეს მოაჯირები კიდე გეუბნებით რომ ძალიან მოუხდა რომ აი აქ ზაფხულზე ექსკურსიას გავაკეთებ აუცილებლად. მაგრამ 10 ტომარ არ გვიყოფ, ერთი 30 ტომარას წამოვიღებ. ახალგაზრდებს წამოვიყვან. დასუფთავების აქციას მოვაწყობთ თან დავისვენებთ რა. ძალიან მაგარი ადგილია ხახლა, ეს უნდა გავაპიაროთ. ეხლა მაინც მაქვს YouTube და TikTok-ი და ეხლა იქნებ უცებ კიდე უფრო უკეთესად გაპიარდეს, მაშინ აი ვიდეოზე მედო ვიდეო. და Facebook-ით ვაპიარებდი, აი ორბი დაფრინავს ზევით, აი. თუ გამოჩნდა მოიცადე.
დატრიალდება ეხა თუ გამოჩნდა არა წავიდა იქით წავიდა ზევიდან გადავიღებ არა უშავს ზევით ხალ რო ავალთ გადავიღებ ახეთ რა სილამაზია ჩანჩქერი არის უთვალავი იმდენი ჩანჩქერია არც მაგრამ ეს საბურავები საიდან მოხდა აქ ესე გეტყვა გაზაფხულზე წყალი რო დიდდება მაშინ არ ვიცი საიდან გადავიღო უკვე ისეთი ადგილია ნახე რა სილამაზია პროსტა საიდან რა გადავიღო აღარ ვიცი უკვე იმდენი ლამაზი ადგილია და ახლა წარმოიდგინე იმ კლდის იქით ჩანს თლიანად კავკასიონი და ლაგოდეხი აი ძალიან ლამაზია ხალხო აქ ვარ არ მე-5 თუ მე-7 თუ მე-რამდენი არ ვიცი და აი შოკში ვარ რა თითქოს პირველად ვიყო ისე რა Facebook-ზე ალბომები მიდევს ხა იმას ვერავინ იტყვის არა ხან ნამყოფია ვიდეო რგოლიც გადავიღეთ ნუ სრული შოკი მაქვს რა საოცარი ადგილია ეხა ავტობანი რო გაკეთდება კარგად ლაგოდეხამდე მე ჩათვალეთ რავი საათი და რაღაცა წუთები დაგჭირდება საათი და 10 წუთში 15 წუთში დედოფლის წყაროში იქნები და ეხლა 2 საათში ხარ რა ღიღინით ჩამოდიხარ მშვენივრად ნახეთ ბიჭო რა ბუნება ანუ რავი ძმო აი ზამთარში მოვედით რა მეტი უსეზონო დროს როდის გამოვიდე და აი ზამთარში ნახე რა სილამაზია ნებისმიერ სეზონზე აქ ეხა რა იქნება просто აი ამ ნაგავს უეჭველი მოვაშორებ აქედან რა აზაფხულზე აქ ექსკურსიას უეჭველად გავაკეთებ აი შანსი არ არის ახლა აი ეს ამბავია ჩემი ეს რა სილამაზია просто აი ხა იქ რომ მოვდივარ და ვსვავ წყალს ახლა როგორ უნდა დავაგდო აი აქ ესეთი რამე მაგრამ ეს ნაგავი ჩამოტანილია მდინარეს აქ ჩამოტანილი ეს არის ცნობილი ხედი არწივის ხეობის ყველაზე ლამაზი ჩანჩქერის ადგილი არის ეს მის მონაკვეთი ჩავალე ხა იქ ფოტოებს გადავუღებ ნახეთ ხალხო რა ლამაზია აჰა აბატონო მე გავბიжდი ხახო რა მაგარი ადგილი ესე იგი ეს მოაჯირი არ იყო აქ ხო გააკეთეს და ჩასასვლელია შეხედეთ მოიცა ანუ აქამდე მოვდიოდით ხოლმე და იქით ვეღარ მივდიოდით ჩაუგავუკეთებიათ რკინის მოაჯირის ჩასასვლელი კიბე და ხა უკვე შევძლებ ქვევით რომ ჩავიდე და გადავიღო არა ძმო ეს ადგილი ხო გავაპიარე ადრე ეხა კიდე უფრო მეტად გავაპიარებ ნახე რა სილამაზია ზამთარში რა ლამაზია და ზაფხულზე რა იქნება გავთიშავ ეხლა და დავეშვები გავთიშავთ ეხლა და დავეშვებით ამ ექსტრემალურ კიბეზე ძალიან მაგარია რომ გააკეთეს ამის დასუფთავება და გაპიარება ჩემზე იყოს ხალხო კიდე უფრო მეტად აუ რა მაგარი ადგილია ძალიან მაგარი მე შოკში ვარ რა ესენი პირველად არიან სამი ვარ წამოსული მე მერამდენად ვარ აღარ ვიცი მაგრამ აი 10 წელი არ აყოფილა რა ძალიან მაგარია ხო გიო თოქს მოეჭიდე ეგრე თოქსთან მოვდივარ მეც ახლა ჩავალ და იქიდან გადავიღებ აბა ჩამოვედი აი აქ პირველად ვარ ნახეთ რა სილამაზია აი ამ მცირე მონაკვეთში რამხელა სილამაზე შეიძლება დახვდეს ადამიანს ხوار გადაობ ნახე რა საბანაოა წყალი როგორ არა ძალიან ცივი აქ ხა დაჟე იბანავებ და კაცი ეხა რო რაბე შემიძლია აქ ვიბანაო ძალიან ცივი არ არის ახლა დუში ცივი წყალი ხო გადაგივლი ადამიანს ნახე ბიჭო რა სილამაზია
ქვები დაუდევთ რა მაგარია ბიჭო აი დღეს რა კაი ვქენთ რომ ნათლისღება დღეა ამ დღესასწაულის მადლი შეგვეწიოს მად აღარ მიდის ხო გზა მიდის რა არის მადა არ კინისკიბი ან თოკები არის არ არის ხო ხო და მად მორჩა значит რა ჰა უკან ავიდეთ ხო ჩვენ მოვდიოდით ხოლმე აი კიბეებამდე რა მეც ვერ ჩამოვდიოდი ნახე რა ლამაზია მოიცა აი ძმაო ზურგის გასახეხად აქ უნდა მოხვიდე რა ახე რა სიგიჟია რა მაგარია ძმა მოსთან ტომრებს რაღაცებს კლასმასებს ავკითხავთ რა გზაფხულზე ყოველ წელს ვივიდი რა შანსი არ არის სულ რომ მარტო მომიწიოს სამუშაო ძალიან მაგარია შოქში ვარ ხახმეზე დასტიცა ვარ უყურეთ ამ ვიდეოს სრულიად და მთლიანად ძალიან მაგარია ან ეს უნდა გადაიღო GoPro-თი ამას მე გადავიღოთ GoPro-თი დრონით აი ამ ხელში გადააფრინო მაგარი კადრები გამოვა რა ძალიან მაგარია ეხა ჩვენ ზევითავთ ეხა ესე უნდა დავბრუნდეთ უკან მარშრუტი ესე გრძელდება და ზევიდან გადმოვხედავთ ოღონდ ერთი შენიშნა მთელი სერიოზულობით TikTok-ზეც მაწერია იგივე ლაშა traveler boy და ეს გინა მარკეტინგულად ჩათვალეთ როგორც გინდა ჩათვალეთ ან მე ან სხვა სალაშქრო გიდი ანუ დაიქირავეთ გიდი აქ თუ წამოიყვანთ სკოლის მოსწავლეები არ წამოიყვანოთ მარტო მასწავლებლებმა იმიტომ რომ დაგემტრობათ ყველა ვარიანტში და ბავშვები დაზიანდებიან ეგრე მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალშიც და სხვადასხვა ტერიტორიებზეც დამიკავშირდით Facebook-ზე ვარ მოგზაურობა ველურ ბუნებაში TikTok-ზე ლაშა traveler boy მაწერია ისევ დამიკავშირდით და მე როგორც სალაშქრო გიდი გამოყვებით ნება ტრანსპორტსაც გიქირავებთ თუ ტრანსპორტი თქვენ იქნება გამოყვებით რომ გადანაწილდეს ჯგუფი ისე რომ უსაფრთხოდ ჩამოვიდეს და ავიდეს ხალხი სხვა შემთხვევაში აი აქ პროსტა ყველა ფეხის ნაბიჯზე ფეხი დაუცურდებათ ბავშვებს და დაიმტრევიან არის ძალიან საშიში რეალურად ეს ახლა ჩემთვის არის გართობა მაგრამ ეს არის ექსტრემალური საფეხმავლო მარშრუტი სკოლის მოსწავლეებისთვის ახლა აქ ალბათ თუ ვინმე მოინდომებს ეხლა რადგან ვიდეოს წერ შეიძლება თქვა უფროს კლასელებმა მოინდომან მაგრამ ხო სახიფათოა მაგას გეუბნება ანუ მასწავლებლებით რომ გამოყვეთ არ წამოხვიდეთ ისე თუ თქვა მე არ ვიქნებ იმიტომ რომ გიდის გარეშე აქ არ შეიძლება ხო იმიტომ რომ ის არის გადანაწილება უნდა ვინ ხელი სად უნდა მოკიდოს ფეხი სად უნდა დაადგა იმიტომ რომ ეს თუ გამოცდილი არ აქვს ხელმძღვანელს ისე არ იცის და მოკედ ზოგი წყალში ჩავარდება ზოგი დაემტრევა აი კიბეებიც არ უშველის რა გაითვალისწინეთ მომწერეთ ან თუ ვინმე ყავთ სალაშქრო გიდი იმას მიწერეთ იმიტომ რომ რეინჯერი ხა თავის მოვალეობას ასრულებს ის ვერ გამოყვება და 20 კაცის და 25 კაცის კონტროლი მას ხა ესე ვთქვათ არ შეუძლია უსაფრთხოების განხრით ის იცავს ტერიტორიას მას სხვა უფლება მოსილება აქვს და ამიტომ დამიკავშირდით და მე გამოყვებით წამოგიყვანთ რეალურად ნებისმიერ სეზონზე მაგარია რა აქ ეხა გველებისაც აღარ მომერიდება ზაფხულზე ვიბანავე ახე ბიჭო რა არის ჩემი რა მაგარია ეს ვიდეოში იმიტომ ვთქვი რომ სურვილი რო გაუჩნდეს ვიმეს თქო ესე თქვენით დამოუკიდებლად აქ არ წამოხვიდეთ სტუდენტების ჯგუფიც რო იყოთ სურვილები დამიკავშირდით მე სხვა შემთხვევაში სახიფათოა როდესაც ჯგუფი გაიშლება ვისაც შეიძლება დაუცურდეს ფეხი კაცმა არ იცის აუ რა გიჟობაა მეტი რა საჭიროა აი ნუ იქით პატარა ჩქერები მიდის ხა იქით დიდი ჩანჩქერი ძალიან ხა ვიწრო ჩანჩქერი იქნება მაღალი თუ იქნება რა მაგრამ ძალიან ლამაზია მოკლედ ძალიან შოკია არწივის კანიონის ანუ არწივის ხეობის ბუნების ძეგლი დედოფლის წყარო ის ფენომენად არის გაკეთებული ხო ის იქ ხა სხვანაირად არის იქ ხა როგორ არის აი წყალი რო გადიოდეს აქ თან დაფარული რო იყოს და ეს ხა ის პატარა ჩქერები რო არის ძალიან ლამაზია
აქ მოდივართ საკეიფო ზაფხულზე. ვისაც გინდათ დაფიქსირდით, წინასწარ ჩაეწერეთ ციაში. აი, საცეცხლე ადგილიც ყოფილა. აქედან ცეცხლი არაფერს გადაედება. დასაჯდომიც არის. პრემიერია. აქ დაჟე კარვითაც შეგიძლია დარჩე. რაღაც ადგილს იპოვი რა. სამია. ეხლა ზევით უნდა ავიდეთ. ზედახედებსაც გადავიღებ. სრულიად ბუნების ხმებში. მუსიკას მაინც ვერ ვადებ ამ YouTube-ზე. მე მეორე მხრიდან წავალ. წეგან ისე ჩამოვედი. იმედი მაქვს ისე ამოვნებთ ვიდეოთი. მართალია კომენტარები გათიშულია. ჰეითერების გამო, მაგრამ არა უშავს. თუ რამე TikTok-ზე დააკომენტარებთ, ვისაც გენდოვებათ წამოგიყვანთ. აი ხალხი ვხარჯავთ. მე კი არ ვაკრიტიკებ, ხა ვინც საზღვარი გარეთ მიდის. მე დიდი სიამოვნებით წავალ ბალიზე, ინდონეზიაში, ფილიპინებზე. როცა მექნება საშუალება წავალ, მართლა წავალ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ. იმ ხელა მანძილებზე მივდივართ, აი ზუსტად ასეთი ტროპიკული ადგილების მოსანახულებლად, როცა თბილისთან აგერ ამ ეტაპზე 2 საათშია თორე ავტობანი რო გაკეთდება ლაგოდეხის მიმართულებით 1 საათში იქნები. აუ სასწაული ადგილია. აი აქ მე შიგნით შევალთ. წეგან რო გადავიღე. სასწაული, აი ეს თან ახლა ეს თუ ჩამოვარდნილი ლოდებია ესენი. ზევიდან მომწყდარია ჩამოვარდნილი. წეგან რო გადავიღე კადრის ქვეშ გამოდის ჩქერი, ეხლა ზევით ავდივარ. სასწაული, აი ფოტოსესიებისთვის არის ძალიან მაგარი. აი გოთიკურ სტილში თუ რაღაცა რო ქვია, ლოგოები რო იღებენ ხოლმე, აი ეგეთი ის არის რა. სამაგისო, აი ბია რასაც ქვია. აი მე მგონი მოიცა. არა ეს თვისარწივია ხო? აი თვისარწივი. მე მგონი არწივია, ან კიდე ორბია. თეთრად ქონდა ბოლოები, ახლა ვეღარ ვხედავ, ქვევიდან ბნელა და ანუ თუ თეთრად ქონდა, მაშინ არწივი იქნებოდა. მოვდივართ ახლა. აღობი აღალი გაკეთებულია და დააბძრებით აკეთიქით წინ და უკან. მოი ღეზე გავალ რა მნიშვნელობა აქვს. რაგიდა ჩათვალე მექსიკიდან გადავდივართ ამერიკაში. ეგეთი მონტია. აქ ჰოლივუდი მე ჩამოვიდი რაღაცა. კი ლოკაციები ბლომად არის. აი ელიას ფთაიქით. ყველა იხერებს, მაგრამ ჩემი ფეხები გამოვუვათ. აფიც არ გამოვუვათ. მოკეიფე ხალხი დავაგდებ ზურგზე მთელ სოფლიოს. რომელი მეცე დავაპაუზო. აბა, როგორ მოგწონს? ახე ბიჭო რა სილამაზე შეხედე კადრში რა. შეხედე ახე გეგონა ფილტრი ადევს. ეს არის ალაზნის ველები მთლიანად, აი ხა? აი ის არის ხელოვნური ტბები რო აქვს, მე მგონი თევზებს რო აშენებენ. აი მე რო იყიდება იქ გზებზე. ეხა ამოსული ვარ ძევით, ეხა მარჯვნივ აქეთ სადღაც
თუ ზევით თუ ავიდეთ, მოიცა. გადავხედოთ. ანუ ამასასვლელი იქიდან ამოვედით. აი ეს არის კავკასიონი, უკვე უბრალოდ ღრუბლებშია. მივახლოვ, აი, კი ხედავთ. აი ეს არის ლაგოდეხის მხარე უკვე. აი ეგეთ უკვე ლაგოდეხია. იქით ყვარელი და მთელი ამბები რა. ახმეტა იქით. ეს ხა ახმეტა და თელავია. ზევით ავალთ, გადმოვხედავთ. ამით დამთავრდება ჩვენი დღევანდელი ვოიაჟი. ასეთი საოცრება ქვეყანა გვაქვს და ცარიელია ქვეყანა რა. რავით, მე არ მომბეზდება ასეთ ადგილებზე სიარული. თითოზე რამდენჯერმე დათოვლილი კავკასიონის მთები. აი იქით უკვე ზევით, აი იქით უკვე ლაგოდეხის თავზე შავი კლდეების ტბა არის და საოცრებაა რა. ის მწვანე-ტბა რო ეწერა, ის კოღოთის ტბა ქვევით არის. აი ჯაგნარებში ჩავედით 2013 წელს. პირველად რო ვიყავი, ჯაგნარებია, რასაც ქვი, აი დაიხევ ტანსაცმელს რა, ესეთ ეკალბარდებია და იმედია კაი ვიდეო გამოვიდა. ცოტა კი ვქლოშინებ ხოლმე ვიდეოებში, მაგრამ ეხლა სულ თქვის გარეშე არ გამოვა. ნაის როლების ხმარე ალბათ სასროლეთია იქით და ამიჯდება. მოვადექით, გაუკეთებიათ ხალხო, ესე იგი. აი ეს ბილიკი რომ მოდის, მოგეთ ბილიკს რომ გამოყვები მოაგნებთ გატკეპნილ გზას. აი ესე თქვა დაუცემენტებიათ, გადასახედი ხედი და არის ძალიან ლამაზი. ასე არ ჯობია მოწესრიგებულად კაცო. აი ბატონო, ეს არის ორბების ბუდეების კლდეები რა, ესე ვთქვათ, საბინადრო. აი ხა დაფრინავს ორბი, ეგრე გამოფრინდება და გაჩვენებთ. ხო, და ბინადრობს აქ შავი ყარყატი, ხა. ეს ზოგი შეიძლება პატარა მთის არწივიც იყოს, ქორიც იყოს, ახლა ესე შორიდან ძნელია გარკვევა. მივახლოვო ერთი წამით. თუ ჩანს. ახლავე გავაჩეროთ. აჰა. აი გამოჩნდა ერთი რადგან აი ძალიან დიდია, აი საწავი და მოიცადე რთულია. წარმოვიდგინე Discovery-ის ხალხი რა მაგრად მუშაობს. რთული ამისი დაფიქსირება, ხა ვერ ხედავ იქ. თვალით ხედავ, აი დავიჭირე კადრი, აი. სულ ეხა აღარ გავუშვებ. აჰა, მაგარია. შეხედეთ, დაილოცო Samsung-ი რა. აჰა, დავიჭირე კადრი. კიდე მივახლოვება. ცოტა ხარისხი გაუფუჭდება, ცოტა ხნით ბოდიშით მეგობრებო. დავაშოროთ ახლა. აი, ხედავთ. იქ არის უბუდეები, იქ ვერც ახვალ. ანუ ზევიდან თუ ჩამოხვალ, მაგრამ ჩამოეხლიწები იქ. აბატონო. აი ესეც სილამაზეა რა. ეხლა გავეცნოთ ქართულად და ინგლისურად, აი, შეგიძლიათ წაიკითხოთ, დააპაუზოთ, შავი ყარყატი ბინადრობს აქ. შავი ყარყატი, ანუ იშხვარი, აი, წაიკითხეთ, თქვენ თვითონ ხა დროს აღარ დავკარგავ მე. აკრძალული რა არის ნაჩვენებია. აბატონო, წაიკითხეთ, გაეცანით. აი, ახლოს მოვიდა. შედარებით ახლოს იყო. წავიდა იქით. მოგლედ ესე გემშვიდობებით მეგობრებო, დედოფლის წყაროდან. არწივის ხეობა, ჩემი გაპიარებული 10 წლის წინ დავუბრუნდი და მივხვდი რომ ესე იგი ისე უბრალოდ შემოვიარე, მაგრამ საერთოდ სხვა შთაბეჭდილება დატოვა, საერთოდ სხვა ლეველია. სხვანაირად უყურებ ახლა. ანუ ზამთარში მე მგონი არ ვარ ნამყოფი. რაღაც გვიან შემოდგომაზე ვარ ნამყოფი და ისეთი სილამაზეა, არა, აქ ყოველ ზაფხულზე უნდა ვიარო, თან ვიბანაოთ, თან გავწმინდოთ ხოლმე ეტაპობრივად ის ფოთლები და რაღაცები ამოვასუფთავოთ და აქ სამეგობროს სულ წამოვიყვან და ბიჭო რამხელა არის, ბიჭო ქვევით ჩაიხედე. გავგიზდი, შეხედე, ნახე რამხელა არის. ამას შეხედე ძმაო, ამას შეხედე პროსტა.
აუ, ტანში ჟურნალტელმა დამიარა დედასპიცა. აუ, გაუგიჟდი ეს რა არის, ბიჭო, რა სიგიჟია. საწავიდა, მოიცადე. მოვა, მოიცადე, ერთი არ დამიჯდეს ტელეფონი. ბიჭო, რა ახლოს მოვიდა, გაუგიჟდი. შენი, მოიცავიდა. ტელეფონი მიჯდება. ვახ, ჩემი.